მოგესალმებით, ჩემო კარგებო. დღევანდელ საჯარო გაშლაში მოდით ვნახოთ, რას მოგიტანთ ოქტომბრის თვე. ზოგადად რა ენერგიები შემოვა ამ თვეში თქვენს ცხოვრებაში, გავაკეთოთ ზოგადი გაშლა. შემდგომ უკვე დაგიდებთ გაშლებს, სადაც იქნება კონკრეტულად პირადის მიმოხილვა და ასევე კარიერული ფინანსური თემების. ეს არის უფრო ზოგადი გაშლა. ზოგადად რა უნდა იცოდეთ, რა გელოდებათ, რისთვის უნდა იყოთ მზად ოქტომბრის თვეში, რას მოგიტანთ ეს კონკრეტული თვე. ორი ვარიანტი გვაქვს, პირველი, მეორე, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი და დავიწყოთ პირველი ვარიანტით. ვინც არჩია პირველი ვარიანტი, თქვენ ახლა შესაძლოა იყოთ რაღაც გაურებულ მდგომარეობაში, გქონდეთ ისეთი სიტუაცია, როცა რაღაცნაირად შეიძლება ჩაკეტილიც იყოთ ენერგეტიკულად, როცა ადამიანი რაღაცნაირად ვერ ხედავს მომავლის გზებს, თვითონაც ჩაკეტილი არის, რაღაც ენერგიებს არ უშვებს, რაღაც გზაგასაყარზე ხართ თითქოს რა, რაღაც ისეთი ცოტა გაჩერებული სიტუაცია შეიძლება იყოს, რა თითქოს რაღაც ისე არ ხდება, როგორც გინდოდათ რომ მომხდარიყო, ან ზოგადად რაღაც მოვლენები არ ვითარდება, ცოტა გაჭედილი შეიძლება იყოს რაღაც ერთ კონკრეტულ სიტუაციაში, ერთ კონკრეტულ ეტაპზე ახლა. აბა რას მოგიტანთ ოქტომბრის თვე? რა გელოდებათ ოქტომბრის თვეში? აქ რაღაცას ელოდებით აშკარად, თან საკმაოდ ისეთი განცდებით შეიძლება გქონდეთ, ცოტა ცვალებადი, იმპულსურობას მიჩვენებს, შეიძლება არც კონკრეტულ ადამიანსაც ეხებოდეს, ანუ როგორი თემა არის, იცით, შეიძლება რაღაც არასტაბილური სიტუაცია გაქვთ, ადამიანის რაღაც გაქრობა, გამოჩენა, რაღაც იმპულსური ქმედებები, შეიძლება თქვენც რაღაც ესეთ ენერგიებში ხართ, რომ თქვენს რაღაც ამ ემოციურ ფონს სტაბილურად ვერ ინარჩუნებთ, რაღაც ცვალებადი ემოციები შეიძლება გქონდეთ, ან თქვენ ცხოვრებაში რაღაც სიტუაციები ძალიან ცვალებადია და რაღაც გარკვეულ განცდებს აჩვენებს რა, მაგრამ რაღაცის მოლოდინი გაქვთ თითქოს, რომ რაღაცა უნდა შეიცვალოს, რაღაც უნდა დასრულდეს, შეიძლება ესეთი მოლოდინი გქონდეთ. აბა ვნახოთ, აქ არ ვიცი, ხუთიანი მონეტები, ხო? ნახეთ როგორი თემა არის. კიდევ 9-იანი, 8-იანი კვერთხების, ხო? ნახეთ როგორი თემა. ეხლა შეიძლება გაქვთ რაღაც ესეთი მომენტი, როცა ან სხვაზე ხართ რაღაცით დამოკიდებული, ან გარკვეულ კრიზისში შეიძლება იყოთ. ეს შეიძლება იყოს ემოციური სიღარიბე, ეს შეიძლება იყოს რაღაც საქმიანობაში, რაღაც სიტუაციაში, ზოგიერთებისთვის ეს იქნება ურთიერთობაში, მაგრამ უფრო მგონია რაღაც ცხოვრებისეული მომენტი გაქვთ ისეთი, რომ შეიძლება რაღაც კრიზისში იყოთ, ხო? მაგდა გამოსავალს ვერ ხედავდეთ, რაღაც ესეთი მომენტი არის. რაღაცა ცოტა რთული თემაა, აბა რა იქნება ოქტომბრის თვეში დასრულდება ეს მომენტი? დასრულდება რაღაც კომფორტის ზონა. ნახეთ როგორი რაღაც არის, გამოწვევა არის თქვენთვის, იცით რა კუთხით, რომ აქ რაღაც ახალი ეტაპი უნდა შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. სიახლისკენ უნდა წახვიდეთ, მაგრამ ჯერჯერობით რაღაც კომფორტის ზონიდან ვერ გამოდიხართ. გარკვეული შიშები შეიძლება გქონდეთ, ემოციური ფონიც და აქედან გამომდინარე ვიტყოდი, რომ პირველ რიგში აქ საჭირო არის რაღაც ემოციური ფონის დაბალანსება, იმიტომ რომ აშკარად რაღაცას განიცდით, ღელავთ რაღაც საკითხთან დაკავშირებით. თქვენი რაღაც ეს კომპლექსებიც და შიშებიც საკმაოდ წამოწეულია წინა პლანზე და აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო არის ის, რომ რაღაც ხრივ გამოხვიდეთ ამ კომფორტის ზონიდან, ამ შიშებიდან. თქვენთვის ოქტომბრის თვე ეს იქნება გამოწვევა იმისა, რომ საბოლოოდ რაღაც ეტაპი დაასრულოთ, ის რაც თქვენ ამ ენერგეტიკულ კრიზისში და ასე ვთქვათ, დანაკლისში გაგდებთ, შეიძლება რაღაც შინაგანი კონფლიქტიც გქონდეთ. თუმცა აქ რაღაც ახალი გზა გიჩანთ, სრულიად განულევა სიტუაციის, რაღაც ახალი ეტაპი, არ ვიცი, აქ შეიძლება თქვენ ზოგიერთმა თქვენგანმა ძალიან დიდი გულისკენაც გადაიტანა, რაღაცა ძალიან გატკინათ გული, მაგრამ ახლა არის ის მომენტი, რომ უკვე თქვენ უნდა შეძლოთ რაღაც ახალ ეტაპზე გადასვლა და სიახლისკენ წასვლა, რაც ოქტომბრის თვეში გიჩანთ. აბა კიდევ დავამატოთ 1-2 არკანი.
აქ რაღაც ახალი შანსები შემოდის, 10-იანი მონეტები, ეს არის ფინანსური სიმყარე, სტაბილურობა. შეიძლება ადამიანმაც შემოიტანოს თქვენს ცხოვრებაში, აი ეს სტაბილურობა, იცოდეთ, სიმყარე, შანსი მოგეცემათ, რომ დაიყრდნოთ კონკრეტულ ადამიანს, ზოგიერთმა შეიძლება გაიცნოთ ეს ადამიანი ოქტომბრის თვეში, თუ უკვე გყავთ აი ესეთი ადამიანი, იცოდეთ, რომ აქ მამაკაცი ძალიან გვერდში დაგიდგებათ და მართლაც ისეთ მომენტს აჩვენებს, როცა ძალიან დიდი გვერდში დგომა, ძალიან დიდი ესეთი სტაბილურობა ჩანს კონკრეტული ადამიანის მხრიდან. აი ეს არის ჩემო კარგებო, ვინც აირჩია პირველი ვარიანტი, საკმაოდ საინტერესო არის თქვენთვის აი ეს მოვლენები და ცოტათი რთულიც, მაგრამ წესს უნდა გადალახოთ. და გადავიდეთ უკვე მეორე ვარიანტზე, ვინც აირჩია მეორე ვარიანტი. ნახეთ აქ წინსვლა არის ესე ვთქვათ, რაღაც ახალი გზა, ახალი ეტაპი, თითქოს რაღაცას აბალანსებთ თქვენს თავში, თქვენს ცხოვრებაში, რაღაცაში შეიძლება უფრო მეტად დახელოვნდეთ, თქვენი ცხოვრების მართვა ისწავლოთ, ის რომ აი შეგიძლიათ, რომ ისე წაიყვანოთ ყველაფერი, როგორც თქვენ რეალურად გსურთ ხო თქვენს ცხოვრებაში. აქ რაღაც ერთგვარ წინსვლასაც აჩვენებს. მოდით აბა ვნახოთ რა ეხება ეს, ხო? ზოგიერთებს შეიძლება გზასთანაც იყოს დაკავშირებული. აქ იცით როგორი მომენტი არის, ანუ პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ძალიან კმაყოფილად იგრძნობთ თავს, საკუთარი თავით, საკუთარი გარეგნობით, თქვენი რაღაცა ამ ცხოვრებისეული მომენტით ძალიან კმაყოფილი ჩანხართ ზოგადად რა, აი ამას მიჩვენებს. საკმაოდ ბედნიერიც ჩანხართ, რაღაცა ის სასიხარულო სიახლეები და მომენტები შემოდის. აქ შეიძლება რაღაც გზიდანაც მოგევიდეთ, რაღაც ინფორმაცია ან აი სოციალურ ქსელებსაც მიაქციეთ ყურადღება, იმიტომ რომ რაღაც აი თითქოს არ ვიცი რაღაც აი ამ გზას, აი ამ მანძილიდან რაღაც ინფორმაციას ექნება, თითქოს რაღაც გარკვეული მნიშვნელობა თქვენთვის. აქ რაღაც სიტუაციაში გიჩანთ გამარჯვება, სასურველი შედეგის მიღება, მიღწევა, იმ მიუხედავად იმ რაღაც რთული მომენტებისა, რაც აქამდე დიდი ალბათობით გაიარეთ. ეს არის აი ეს რთული რაღაცა მენტალური მდგომარეობა, რაღაცა სირთულე, აი ესეთ მომენტს აჩვენებს, რაც თქვენ ცხოვრებაში იყო. და გიჩანთ, რომ აი რაღაცა ამ მდგომარეობიდან გამოდიხართ. ნახეთ, ტუზე ამოვიდა თასავის ძალიან კარგი არკანი არის. აქ თქვენ სასურველ ბედნიერებას და აი ამ სიხარულს შემოიტან თქვენ ცხოვრებაში და ნახეთ როგორი თემა არის, გარისკავთ რაღაც მომენტებში რა ესე ვიტყოდი და ძალიან ისეთ რაციონალურ, სწორ გადაწყვეტილებასაც მიიღებთ. ასევე იპოვით გზას, რომ გამოხვიდეთ რაღაც რთული მდგომარეობიდან, თქვენმა გამოიყვანთ თქვენს თავს, აი რაღაც კონკრეტული სიტუაციიდან, რაც შეიძლება ხა თქვენს ცხოვრებაში იყოს, შეიძლება მოგიწიოთ ცოტა მკაცრიც იყოთ, ცოტა რაღაც ისეთით ეგოისტიც ზოგიერთების თვალში, მაგრამ საბოლოოდ კმაყოფილი დარჩებით რა თქვენი თავით და იმ მომენტებით, რაც თქვენ ცხოვრებაში შემოდის. სხვათა შორის, სხვაებიც უფრო მეტად დაგაფასებენ, სხვაებიც უფრო მეტად დაგინახავენ რეალურად როგორი ხართ. და 6-იანი თასები, ხო, ეს არის გრძნობა, ემოცია, რაღაც ნოსტალგიური თემებიც. აქ შეიძლება ზოგიერთების შემთხვევაში ეს იყოს ის, რომ წარსულიდან დაბრუნდნენ ადამიანები ოქტომბრის თვეში, ასევე არ ვიცი, თქვენ საყვარელ ადამიანთან, თქვენ ძვირფას ადამიანებთან გაატაროთ უფრო მეტი დრო, რაღაც ოჯახურ თემებში იყოთ. ზოგიერთმა შეიძლება რაღაც საჩუქარიც მიიღოთ, არ არის გამორიცხული, აი ნახეთ საჩუქარი ვახსენეთ და ტუზე ამოვიდა მონეტების. აი ნახეთ ურთიერთობაში ძალიან მოულოდნელი რაღაც თემები გიჩანთ, შემოკარგება, ვინც მეორე ვარიანტი აირჩიეთ, აქ შეიძლება ურთიერთობაში რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია გაიარეთ და ახლა ჩანს ის ეტაპი, როცა რაღაც ახალი შანსი გეძლევათ ურთიერთობის კუთხით. აქ შეიძლება წარსულიდანაც იყოს ადამიანის დაბრუნება, შეიძლება ეს იყოს რაღაც სრულად ახალი შანსიც, იმიტომ რომ თქვენ უკვე რაღაც ეს წარსული თემები საბოლოოდ დაამუშავეთ და ძალიან კარგი მომენტები გიჩანთ, შემოკარგება, ვინც აირჩია მეორე ვარიანტი, აქ სამყარო ძალიან კარგ ცვლილებებს ძალიან კარგ სიახლეებს გიმზადებთ ოქტომბრის თვეში და უფრო მეტად ვფიქრობ, რომ ეს ეხება ურთიერთობის თემას. ზოგიერთების შემთხვევაში ეს ხდება თქვენს მონათესავე სულთან გაერთიანება და აი ამ ადამიანის შემოსვლა ისევ თქვენს რეალობაში.
კოშკის არკანი გვაქვს, ეს არის რაღაც მოულოდნელობები, აქ რაღაც შეიძლება, არ ვიცი, ძველი თემები დასრულდა, შეიძლება მოულოდნელად რაღაც დასრულდა კიდევაც აქამდე, ცოტა ისეთი მომენტები იყო რა, ასე თუ ისე რთული, რაც გაიარეთ, მაგრამ საკმაოდ კარგი ეტაპი გიჩანთ შემოკარგება, რასაც მე ნამდვილად გისურვებთ, დროებით გემშვიდობებით და დაგიბრუნდებით უკვე პირადი და კარიერული თემებით ოქტომბრის თვეში. დროებით და წარმატებები ყველას მიყვარხართ.